საქართველოს ტერიტორიაზე ავიაკატასტროფისას დაღუპულ თურქ სამხედროებს ოჯახები გლოვობენ. ქართული მხარის ინფორმაციით ამ დროისთვის ბორტზე მყოფი 20 ადამიანიდან 18-ის ცხედარი ნაპოვნია. ორი სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემთხვევის ადგილზე სამძებრო საგამოძიებო პროცესში 3 ქვეყანა ერთობლივადაა ჩართული. სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალებიც მონაწილეობენ. დაუწესდებათ თუ არა ოცნების მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვები. რიკარდი ოზვიაკის ინფორმაციით ევროკავშირის ელჩებმა ახლახან მწვანე შუქი აუნთეს ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას. რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი წერს, რომ შესაძლოა ცვლილება ქართული პასპორტის მფლობელთა ნაწილის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. კობახიძემ ღარიბაშვილის კაბინეტის კიდევ ერთი ჩინოვნიკი გაათავისუფლა. ლერი ბარნაბიშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი გუშინ დატოვა. ის ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. სანამ ეს უწყება იარსებებს, მე ვიქნები მისი ხელმძღვანელი, თქვა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა. გუშინ ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და თანამშრომლებს დაემშვიდობა. უკრაინელებმა პოკროვსკში რუსების სატრანსპორტო სამხედრო კოლონა თითქმის სრულად გაანადგურა. განადგურებულია ოკუპანტების მანქანები და მოტოციკლები.